არ ამგონია ეს მოხდეს, მაგრამ რა სიტყვი ბრძოლაზე კონორ მაკგრეგორთან. არ ვიცი, ეს ბიჭი ავათ არის, მას შინაგან სამყაროში პრობლემები აქვს. ამასთანავე, როდესაც ის გამოდიოდა MMA-ში, ის ბევრისთვის კუმირი იყო. ის დიდებული მებრძოლია, რომელიც კარგ ფასეულობებს წარმოადგენდა. კი, ბევრი გააკეთა ამ სპორტისთვის, მაგრამ ერთ მომენტში უღალატა ყველა ფასეულობას, რომელმაც მიიყვანა ის წარმატებასთან. ის გაგიჟდა, ის გარშემო ყველას უპატივცემულოდ ექცეოდა UFC-ს მებრძოლებს, სხვა ადამიანებს, ყველას საერთოდ. და ერთ მომენტში ეს ყველას ყელში ამოუვიდა და ის შეიზიზღეს. თუ ხალხი გვერდში გიდგას, შენც იგივე უნდა გააკეთო. როდის შეიცვალა ყველაფერი? ის უკან დაიხია, როდესაც დაიწყო ნარკოტიკის მიღება და მსგავსი ნეხვის ჭამა. იცი რას გეტყვი? ჩვენ ყოველთვის გვაქვს ასეთი რამეების ცდუნება, მაგრამ თუ შენ ნამდვილი ჩემპიონი ხარ, ნამდვილი ლეგენდა, შენ ყველაფერზე უარი უნდა თქვა. შენ უნდა აკონტროლებდე ყველა ცდუნებას და არა პირიქით. შენ არ გინდა გახდე შემდეგი კონორ მაკგრეგორი, მაგრამ შენ გინდა გახდე UFC-ს სუპერ ვარსკვლავი. აუცილებლად. რადგან მე ამას ვხედავ, შენი ყველა ბრძოლა არარეალურად კარგია, შენ ყველას აფინიშებ, ძალიან მიყვარს შენი პრეს-კონფერენციების ყურება. დიდი მადლობა. ანუ შენ გინდა იყო მსოფლიო ვარსკვლავი როგორც კონორ მაკგრეგორი, მაგრამ უფრო სხვა ლეველის. მე მინდა ვიყო უფრო მეტი ვიდრე კონორ მაკგრეგორი. ის ფასეულობები, რომელსაც მე წარმოვადგენ, არ არის იგივე, რასაც ის წარმოადგენს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მე ამ მომენტში ბევრად მეც წარმოვადგენ ვიდრე ის. შეიძლება მას უფრო მეტი ადამიანი იცნობს, მაგრამ ესეთი ცნობადობა მე არ მჭირდება. ასე რომ შეიძლება მეტი დრო დამჭირდეს მე, მაგრამ მინდა გამიცნოს ხალხმა კარგის მხრივ. მე დიდი თმენის უნარი მაქვს და ვიცი, რომ სწრაფად არაფერი ხდება. ნელი ტემპი ყველაზე სწრაფი გზა არის მიზნამდე და ბოლოს ღმერთის წყალობით ყველაფერი გამოვა. იმისათვის რომ ნახოთ ეს ვიდეო ბოლომდე, გადადით ჩემ YouTube არხზე.